გიგიაძე გამოცდილი დიპლომატი, რომელსაც გერმანიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, არის ჩვენთან ერთად და დამეხმარება ამოვხსნა რატომ გერმანია? ხომ არიან ანტიდასავლური კურსის შეტევი პოზიციით deep state-თან, ყველასთან მოკლედ, მაგრამ აი გამოიკვეთა ნამდვილად რომ გერმანიის ელჩი და ამ ფორმით გერმანიის სახელმწიფო ნამდვილად ყავთ გამორჩეული. სალამი და დავიწყოთ ასე. მოგესალმებით, მისულობით ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად ძალიან კარგი სიუჟეტი იყო, ახლა რაც ჩვენ ვიხილეთ. გერმანიის წვლილი, გერმანიის ინვესტიცია საქართველოს სახელმწიფოებრივ საქმიანობის პროცესში არის ფაქტობრივად შეუდარებელი ნამდვილად. მე ნამდვილად გამიჭირდება სხვა ქვეყნის მოყვანა. მაგალითად, რომელსაც ამდენი ინვესტიცია აქვს რეალურად ჩადებული ჩვენ ქვეყნის ჩამოყალიბებაში. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ირიბად გერმანიის თავდასხმა ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმას, იმიტომ რომ წარმოუდგენელია მართლაც საქართველოს დღევანდელ დღეს ჩვენ აღვიქვათ როგორც დამოუკიდებელი სუვერენი სახელმწიფო გერმანული მხარდაჭერის გარეშე, რომელიც ჩვენ ქონდა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან. ანუ ეს ნაწილი მხოლოდ ახლა ჩვენ ვიხილეთ დახმარებებისა, ეს არის უბრალოდ ერთი მხარე, ხო? გარდა ფიზიკური ინვესტიცია, გარდა ფინანსური დახმარებისა, ხო ძალიან დიდი ადამიანური ფაქტორიც, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ანუ ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი წლებიდან გერმანელები აღზევნიან ექსპერტთა ჯგუფებს, ანუ სამართლებრივ სფეროში ექსპერტები, ეკონომიკის ექსპერტები. ეს ადამიანები გვეხმარებიან, რომ დავიწყოთ რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ელემენტებზე ფიქრი და დავიწყოთ სახელმწიფოს აღშენებლობა სრულად ნოლიდან. ანუ დავიწყოთ იქიდან, სადაც ფაქტობრივად არაფერი არ გაგვაჩნია, ხო? იმაზე საუბარი აღარ არის, ხო, რომ რეალურად ჩვენ გაცილებით მეტი გვაკავშირებს გერმანიასთან, ვიდრე შეიძლება იმას წარმოვედგინოს 2017 წელს აღნიშნა მაგალითად 200 წელი საქართველოს-გერმანიის ურთიერთობებისა. ჩვენმა მაყურებელმა ალბათ იცის, რომ საქართველოში იყვნენ ჩამოსახლებული 200 წლის წინ შვაბები გერმანიიდან, რომელსაც ძალიან დიდი კვალი დატოვეს ჩვენს ქვეყანაში, 4 ქალაქი არსებობდა, რომელიც გერმანელებს იყო დასახლებული. 2018 წელს საქართველოს იყო ფრანკფურტის უდიდესი წიგნის ბაზრობის თანამასპინძელი ქვეყანა, სადაც რეალურად გერმანელებმა ქართული კულტურა, ქართული მწერლობა, ქართული ლიტერატურა გაიტანეს მსოფლიო არენაზე და დაანახეს უყოლოს, რომ საქართველოს გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ეს გეოგრაფიული მოხაზულობა და საქართველოს შეუძლია გაცილებით უფრო მეტად, ასე ვთქვათ, შემატოს ევროპას, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანამ, ხო? აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის შემთხვევითი გერმანიის თავდასხმა. გერმანია თავიდანვე რჩებოდა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი. გერმანია ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველოს უნდა გახდეს რეალურად ევროპის ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ყველაზე დიდი მეგობარი, ყველაზე დიდი მტერი, როგორ აღმოჩნდა შემოbrunების წერტილი რა გახდა, რა იყო თავარი წერტილი. მე როგორც ხვდები, თავარი წერტილი იყო სწორედ ის მკაფიო, უცვლელი პოზიცია გერმანული მხარესა, რომელიც მათ დაიცვეს ბოლომდე. ანუ ეს იყო ძალიან მკაფიოდ კონკრეტული მოვლენებისთვის სახელის დარქმევა, რაც გააკეთა ამჟამინდელმა ელჩმა, პეტერ ფიშერმა, რომელიც უბრალოდ ყველაფერს დაარქვა საკუთარი სახელი. ხო, ადამიანის უფლებებს დაარქვა ის, რასაც ეს წარმოადგენს, ადამიანის უფლებების შევიწროებას, სამხედრო საზოგადოების შევიწროებას, ეს იყო პირდაპირ გაცხადებულად თვალის არ დახუჭვა იმაზე, რაც ხდებოდა საქართველოში. სანქციებშიც ტონის მიმცემი იყო, ხომ? დიახ, სანქციებთან მიმართებაში იყო გერმანიის ხონდა ძალიან კონკრეტული პოზიცია ჩამოყალიბებული, თუ ვინ როგორ და ვინ არ ღვევდა საქართველოში ადამიანის უფლებებს, ვისთან მიმართებოდა ყოფილიყო კონკრეტული დამოკიდებულება შეცვლილი და რა უნდა მომხდარიყო ამასთან მიმართებით. თქვენ გახსოვთ ვაიმარის სამკუთხედო, როდესაც მიიღო პირველად ეს გადაწყვეტილება, იყო გერმანია, იყო საფრანგეთი, იყო პოლონეთი, რომელსაც თქვენ ჩვენს ფორმატში ახლა ვერ ხერხდება კონსენსუსის მიღწევა, ჩვენს ფორმატში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვათ ის ადამიანები, რომელსაც მიუძღვით წვლილი საქართველოს ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მოხვდნენ განსაკუთრებულ სიაში და მათ აღარ ქონდათ შესაძლებლობა ჩვენ ქვეყანაში შემოვიდნენ ან რაღაც დამატებითი შეზღუდვები კიდევ დაუწესდეთ. გერმანია არ არის შემთხვევით ამორჩეული ჩემი აზრით. გერმანია არის ქვეყანა, რომელსაც რეალურად აქვს უნარი და შესწევს ძალა იმისა, რომ საქართველოს გაიყვანოს ფონს. გერმანიის მხარდაჭერის გარეშე საქართველოს რეალურად არის დაკარგული. აქ ლაპარაკია ევროკავშირზე და ნატოზე. რასაკვირველია, ევროკავშირზე და ნატოზე არის საუბარი. გერმანიას ჩვენ ძალიან ცალკე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა როლი მიუძღვის გერმანიას ამ პროცესში. ბევრი გაიხსენებს ალბათ ბუხარესტის სამის, ბევრი გაიხსენებს ქალბატონი მერკელის პოზიციას, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი ამისა. გერმანიამ გვაღიარა ჩვენ გერმანიამ პირველმა გახსნა საქართველოს საკუთარი საელჩო. გერმანია იყო ქვეყანა, რომელიც რეალურად ამბობდა, რომ ეს არის დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა.
ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვცნობთ ასეთად და მიგვაჩნია რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ევროპის ნაწილი, ხო? ეს ქვეყანა ეკუთვნის ევროპას და გერმანიამ გააცნო საქართველოს მთელს ევროპას, მთელს სოფლიოს ფაქტიურად, ხო? მე უბრალოდ გამიჭირდება მართლა რაღაც კონკრეტული სფერო გავხსნა, სადაც გერმანიის წვლილი არ არის, ხო? ეხლა ფიქრობდით არ არის დარჩენილი არც ერთი მიმართულება, მათ შორის არც სამედიცინო სფერო, ხო? და უამრავი ექსპერტი, რომელიც მიიღო განათლება გერმანიაში, წავიდა ამ მიმართულებით, ხო? წავიდა სამედიცინო სფეროს განათლება, ასე იყო ტექნიკური პროფესიული განათლება, ხო? ეხლაც ძალიან ბევრი საუბრობს ამაზე, გერმანია როგორ გვეხმარება პროფესიული განათლების სფეროს განვითარებაში. ეს არის მხოლოდ ნაწილი იმისა, უბრალოდ წარმოუდგენელი სფერო არ არის დარჩენილი რეალურად. ხო, აი, რას დაკარგავს საქართველოს მოქალაქე, რომ უთხრათ მაყურებელს, ჩვენი სიუჟეტი მთავრდებოდა სწორედ იმით, რომ ელჩმა ფიშერმა აი ბოლო მცდელობა იყო მისი, რომ მივიდა ეგრეთ წოდებული მთავრობის კანცელარიაში, შეხვდა ვინმე ჟორჟოლიანს და მას უთხრა, რომ არსებობს სახელმწიფოთა შორის შეთანხმება და ეს იყოს ჩარჩო და უკვე შეთანხმებულ პროექტებს ნუ შეეხება თქვენი ეგრეთ წოდებული კანონები და იქიდან უარია, ანუ ვინ ისჯება ამით? ამით კარგავს საქართველოს, რასაკვირველია ძალიან ბევრს, ვინაიდან რეალურად გერმანია არის ქვეყანა, რომელსაც ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე მეტი ორმხრივი შეთანხმება გაფორმებული, 50-ზე მეტი ორმხრივი შეთანხმება გვაქვს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, ის მოიცავს ფაქტობრივად ურთიერთობის ყველა სფეროს ჩვენს ქვეყნებს შორის და ფიშერმა უბრალოდ რა უთხრა ქართული ოცნების წარმომადგენლებს, მან უთხრა უბრალოდ იმ გადაწყვეტილებებით, რასაც აკეთებთ თქვენ, არღვევთ ორმხრივი შეთანხმებების აი ამ კონკრეტულ ნაწილს. მეტი აქ საუბარი არაფერზეა ყოფილა, ის მე უბრალოდ სრულად სხვანაირად შეფუთა ამ ვინმე ჟორჟოლიანმა სხვანაირად წარმოდა, თითქოს ფიშერი ეხორწებოდა მას რაღაც დათმობაზე წასვლას, რასაც ადგილი არ ქონია, უბრალოდ ელჩმა მიანიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებებით ირღვევა ორმხრივი შეთანხმება. ანუ ისინი უბრალოდ არ ღვევენ შეთანხმებას, ვისი ვალდებულებაც გააჩნია ქართულ ოცნებას. ანუ არაფერი ახალი რეალურად აქ არ მოხდა, რანე ხოწას ადგილი არ ქონია, პირიქით ელჩმა შეასრულა საკუთარი დავალება, რაც ქონდა. თავდასხმა ელჩზე თავისთავად უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად, ეს არ არის მხოლოდ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა, ფიზიკური პირი არ არის, ხო? პეტერ ფიშერი არის საკუთარი ქვეყნის პოზიციის გამხმოვანებელი. ანუ როდესაც რომელიმე პოლიტიკური აქტორი ესხმის რომელიმე ქვეყნის ელჩს თავს, ეს ნიშნავს, რომ ესენი ესხმიან გერმანიას თავს. რეალურად პეტერ ფიშერი არის უბრალოდ ასე ვთქვათ არჩეული როგორც სამიზნე ქვეყნის, ხო? ანუ ქვეყანაზე თავდასხმა მიმდინარეობს, რამდენჯერმე გააკეთა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკამ განცხადება, რომ ისინი სრულიად იზიარებენ პეტერ ფიშერის პოზიციას და სრულიად შეთანხმებულია მისი თითოეული განცხადება გერმანიის ფედერალურ მთავრობასთან, შესაბამისად არანაირი სხვაობა არ არის, ხო? ამიტომ კიდევ ერთხელ მე გამოვურიცხავ შემთხვევითობას ამ დამოკიდებულებაში, ეს არის მიზანმიმართული აგრესია. ერთ-ერთ უძლიერეს ევროპულ სახელმწიფოს. ფაქტობრივად სახელმწიფოსთან, რომელიც კიდევ ერთხელ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გარანტორი, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის არაერთხელ გამხმოვანებელი და რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნებაში და არის ევროკავშირის ყველაზე მოქმედი, ყველაზე ძლიერი და ეხლა კიდევ უფრო ამ როლი მისი მატულობს ევროკავშირში ყველაზე გამწევი ძალა ევროკავშირში. და ქართული ოცნების სპიკერებს, როდესაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ სამთავრობო ცვლილებების შედეგად შეიცვლებოდა რაიმე მაცასიკეთოთ გერმანიის მხრიდან, ეს ასე არ მომხდარა. ესეც ვთქვათ და ეს კონფრონტაცია რა შედეგს მოიტანს, ქართულმა ოცნებამ წესით უნდა იცოდეს. ანუ ეს შედეგია მათი მიზანი? მე როგორც ხვდები, დიახ, ალბათ ყველაზე მათი მიზანი არის საქართველოს ჩამოასწილონ ყველა ის მეგობარი, ყველა ის აქტიური მხარდამჭერი, ყველა ის პარტნიორი, ტრადიციული პარტნიორი, რომლებიც რეალურად უზრუნველყოფდნენ ჩვენს ევროპულ წინსვლას. ყველა ის პარტნიორი, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო მომავალში ჩვენი აი კიდევ ერთხელ გამწევი ძალა. საქართველოს არ ყავს ესეთი რეალური მხარდამჭერი. ჩვენი მუდმივი მხარდამჭერები იყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, იყო პოლონეთი, იყო აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები. ხო, ეს ქვეყნები ერთობლივად ჩვენ სათქმელს ამბობდნენ თავად, იქნებოდა საერთაშორისო არენაზე და ყოველთვის ჩვენი პოზიციის გამხმოვანებლები იყვნენ. ხო, ამათთან ერთად რასაკვირველია გერმანიის როლი იყო გადამწყვეტი, უმნიშვნელოვანესი. ეხლა ამათ რა გააკეთეს მათ? ანუ ქართულმა ოცნებამ რეალურად ჩამოიცილა ყველა ჩვენი მეგობარი, გადაიკიდა ესე ვთქვათ, ყველა ჩვენი მეგობარი. ის ქვეყნები, რომლებიც ფაქტობრივად ჩვენთან შეთანხმების გარეშე ჩვენ პოზიციას იცავდნენ ევროკავშირში და ნატოში, ეხლა გამოდიან ინიციატივით, რომ საქართველოსთან მიმართებით იქნას მიღებული მკაცრი გადაწყვეტილებები, მათ შორის სავიზო რეგულაციებთან მიმართებით, მათ შორის კონკრეტულ სანქციებთან მიმართებით. ანუ ფაქტობრივად მათ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს დაეკარგა ყველაზე ახლო პარტნიორები დასავლეთში და ამ ყველაზე დიდი პარტნიორი ხა არის გერმანია, რასაკვირველია.
ამერიკის შემდეგ, ანუ ევროკავშირის ფარგლებში გერმანია არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ასევე, ხო, არა მარტო ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, გერმანია არის ყველაზე დიდი მხარდამჭერი საქართველოსი და გერმანია რომ არა კიდევ ერთხელ, ხო, ანუ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, რომ არა მარტო 92 წელს, არამედ 1918 წელსაც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელსაც დე იურე გვაღიარა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. გერმანია საკუთარი ინტერესი გააჩნია საქართველოში ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, აი ეს 200-წლოვანი ჩვენი ურთიერთობები გააზრება იმისა, რომ საქართველო არის ძალიან თვითყოფადი, ძალიან საინტერესო ევროპული ქვეყანა და ვის უნდა ეკუთვნოდეს ევროპას, ყოველთვის ეს ყოველთვის იყო გერმანიაში ამის გააზრება და ამ გერმანიასთან ასეთი დაპირისპირება იქნება ძალიან დამაზიანებელი ჩვენი დასავლური ინტეგრაციის პერსპექტივისთვის. აუცილებლად დაანონსებულ საქციებზეც კითხავთ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ ჩვენი გადაცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენს შეგვირჩევია შემთხვევით ეს თემა გერმანიის ელჩზე თავდასხმა და გერმანიის სახელმწიფოს მიმართ კონფრონტაციული პოზიცია ქართული ოცნების პროპაგანდა მართლა თითქმის ყოველ დღე მუშაობს ამ საკითხზე, ცდილობენ გააშალონ დიპლომატი არნახული ამბებით, გაუგონარი ტყუილებით და ნამდვილი ამბების შეხსენება არის ხოლმე ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც ტრანსფორმაციაზე ვსაუბრობ დიპლომატიური ურთიერთობის ან სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობის ან პოლიტიკურ ურთიერთობაზე როცა საუბარი, მაინც ხაზი უნდა გავუწევთ იმასაც, რომ გერმანია და გერმანიის წარმომადგენლობა საქართველოში, მათ შორის ქართული ოცნების პოლიტიკის მხარდამჭერი იყო, ძალიან კარგი ურთიერთობები ჰქონდათ თავიდან, ხო? ეს იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის უფლებები იყო პრიორიტეტი და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წინა ხელისუფლებასთან ჰქონდათ შენიშვნები. აი ხა წულუკიანს რომ მოვუსმინეთ, მაშინ თუ არ შეიძლებოდა გერმანიის ელჩის კრიტიკა, ეხლა შეიძლება? ცხადია, იმიტომ რომ შეიცვალა. რას გეუბნებათ თქვენ ეს ყველაფერი? იმიტომ რომ რასაკვირველია შეიცვალა თავად ქართული ოცნების დამოკიდებულება, მათი ხედვა, ისინი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიან იმ ფასეულობთან, რომელსაც ატარებს გერმანია, ევროპულ ფასეულობთან, ეს არის ადამიანის უფლებები, ეს არის კანონის უზენაესობა, ეს არის ყველაფერი ის, რასაც წარმოადგენს ევროპა. მათ უკვე აღარ ჭირდებათ, რომ გერმანია იყოს მათი პარტნიორი, ვინაიდან გერმანია რასაკვირველია არ აპატიებს არავის საქართველოში. მსგავს უკუსლას, დემოკრატიის უკუსლას, არ აპატიებს არავის, არ შეაჩერა, არ გაჩუმდება იმ ფაქტებს, რასაც ადრილი აქვს ჩვენ ქვეყანაში, ამიტომ ეს ამთვის არის მიუღებელი, სრულიად გასაგები მიზეზები. მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება თუ საგარეო კურსის შეცვლა. შეიძლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს, მაგრამ მაინც საინტერესოა, რომელი მიზანი უფრო პრიორიტეტულია ქართული ოცნების. მათი მიზანი ამჟამად არის საქართველოს მაქსიმალური საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა და ამის გაკეთება შეუძლიათ მათ მხოლოდ მსგავსი წარმოუდგენელი შეურაცხყოფელი განცხადებებით ჩვენი უახლოესი პარტნიორების მიმართ, როგორებიც არიან გერმანია, როგორც არის დიდი ბრიტანეთი, როგორც არის ევროკავშირი, როგორც არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, ანუ მათ უნდათ რომ მიაღწიონ საბოლოო იზოლაციას ჩვენი ქვეყნისა დასავლეთ ფრონტიდან და გამოიწვიონ იგივე რეაქცია. ხო, ანუ შეუძლებელია რომ ეს გაგრძელდეს დიდხანს, რომ გერმანიის მხარემაც რაღაც მომენტში გადაწყვიტოს ფაქტიურად ასეთივე დამოკიდებულება აირჩიოს საქართველოსთან მიმართებით. ხო, ანუ ამისკენ ისწრაფიან ისინი, ამის მიღწევა უნდათ რეალურად. და რა sapasukho ნაბიჯები რჩება დასავლეთს, აი სანქციების თემა თითქოს ცოტა მინელებული იყო ბოლო პერიოდში და ბიძინა ივანიშვილის კითხვაზე sapasukho თუნდაც მზერამაც აჩვენა საზოგადოებას სანქციები რამდენად მნიშვნელოვანია, ხო, მისთვის. დღეს ორი ძალიან საგულისხმო ამბავი მოხდა, ერთი ევროპარლამენტში ითქვა, რომ ევროკომისიას მიმართავენ ჩამოიწეროს სია და 1000-დან 2000-მდე ჩინოვნიკზე და მათ ოჯახის წევრებს ელაპარაკი, ვინცაც ევროკავშირში უვიზოთ შესვლის უფლება აღარ მიეცემათ და ეუთოს თავმჯდომარეა ქვეყანაში, რომელიც მაკა ბოჭორიშვილის გვერდით ძალიან მწვავედ აკრიტიკებდა ოცნებას. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ დასავლეთი კვლავ უბრუნდება იმ მკაცრი რიტორიკისა თუ სანქციების რეჟიმს, ერთგვარად დაპაუზებული იყო ეს პოლიტიკა. ეს მოსალოდნელი იყო, ვინაიდან თუ გახსოვთ, მათ ჰქონდათ გამოყოფილი დრო 31 აგვისტომდე იყო საუბარი, რომ რაღაც განკუთვნილ უნდა შეესრულებინათ, ეს ეხებოდა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას, მთელ ქვეყანაზე ვრცელდებოდა ეს რასაკვირველია, მაგრამ როგორც ჩანს, ამაზეც თანხმობა არსებობს და კიდევ კარგი რომ ევროკავშირი არ იღებს ამ გადაწყვეტილებას, ან არ ფიქრობს რომ მთელი ქვეყანა დასაჯოს რამდენიმე ადამიანის კრიმინალური ჯგუფის
ქმედებების გამო, ამიტომ რეალურად ეს სწორი მიბრუნება მათ მათ კიდევ ერთხელ უნდა რომ გაყონ საზოგადოება და ქართული ოცნება მათ უნდა კიდევ ერთხელ უნდათ რომ კაფეოდ აჩვენონ რომ რეალურად დასავლეთში რჩება საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერა დასავლეთში რჩება ჩვენი მოსახლეობის მხარდამჭერა და ისინი განენ კონკრეტულად ხვდებიან თუ რასთან აქვს საქმე სახელმწიფოს ის ჩამოწერასაც იყო დღეს. დიახ 2000 კაცამდე ძალიან საინტერესო სია იქნება ალბათ ოჯახის წევრებთან ერთად ეს იქნება პირდაპირ ასე ვთქვათ ის ადამიანები რომლებსაც კონკრეტულად წვრილი მიუძღვით საქართველოს აი ესეთ შემოbrunებაში ხო სულეთ კარდინალურ შემოbrunებაში დასავლეთიდან რუსეთის მიმართულებით ძალიან საინტერესო განცხადებები გაკეთა დღესაც მოვისმენთ ევროპარლამენტში იყო განცხადება რომ საქართველოს რჩება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი პუტინისა სოფლიოში და ხვდებით ალბათ თუ რაზე ფიქრობს ეხლა დასავლეთი და როგორ უყურებენ ისინი მოვლენებს რეალურად ჩვენ ასეთ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რეალურად არსად მას უკვე არანაირი წინსვლა რა გარდა საქართველოს სადაც ჩვენ ფაქტიურად ვკარგავთ ყველა იმ მონოპოლს რომელიც ჰქონდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ვკარგავთ აი უნიკალურ შესაძლებლობას რომელიც გაიხსნა ჩვენ ქვეყანას 2022 წლიდან გულისხმობ კანდიდატის სტატუსს და თანმდე მოლაპარაკებებს გაწევრიანების პერსპექტივით ჩვენ ვკარგავთ ყველაფერი იმას რასაც შეეძლო საქართველოს რეალურად დაიახლოვებინა დასავლეთთან და საბოლოო მიზანში ბიზნეს მიღწევაში დახმარებოდა ჩვენ სანქციებთან დაკავშირებულ ამ ინიციატივას რამე შეფერხების საშიშროება თუ აქვს ანუ ჩვენ ვიცით რომ გარკვეული დაბრკოლებები იქმნება თუნდაც უნგრეთის პოზიციის გამო ის საკითხებია რომ სადაც ხმათა უმრავლესობაა საჭირო მაგრამ როგორც ვხვდები გარკვეული ტექნიკური გზების მოძებნაზე მუშაობდნენ ევროსტრუქტურებში რათა ეფექტიანი სანქციები მოეფიქრებინათ დიახ სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით რომ ინდივიდუალურად თითოეულ ევროკავშირის წევრ ქვეყანას შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ჩვენ მქონდა უკვე ამის მაგალითები რამდენჯერმე თითოეულ რამდენიმე ქვეყანა მიიღო ინდივიდუალური გადაწყვეტილება სხვადასხვა სიები არსებობს მაგრამ ალბათ საუბარი ხლა იმაზე იყოს უნიფიცირებული სია ანუ იყოს კონკრეტული ადამიანები ამ იდენტიფიცირებული 2000 ადამიანი 2000 სახელი რომლებიც გაზიარებული იქნება იმ ქვეყნების მიერ რომლებიც გადაწყვეტენ მათ სანქცირებულთა სიაში შეყვანას ანუ დასრულდა პარიზში შოპინგი ზოგიერთი ჩინოვნიკის ცოლისთვის და ახსენა დღეს დიდი ალბათობით ასეც იქნება რომ ეს მალე დასრულდება უბრალოდ აქ არის საუბარი იმაზე როდესაც ჩვენ კონკრეტულ სანქციებს გულისხმობთ აქ რასაკვირველია თუ სანქციების პროცესი იმდინარეობს აუცილებლად იქნება კონსენსუსი მაგრამ როდესაც საუბარი არის საუზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაჩერებაზე აქ საკმარისია მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობა ანუ ამის შეჩერება სჭირდება კვალიფიციური უმრავლესობა ეხლა საბოლოოდ რაც ევროპარლამენტში გაჩერებთ აქ არის საუბარი იმაზე რომ იყოს ჩამოყალიბებული სია რომელსაც ცალკეული ქვეყნები ინდივიდუალურად ანუ ეროვნულ დონეზე მიიღებენ გადაწყვეტილებას და შეიყვარენ მათ შესაბამის სიაში ან დაამატებენ შესაბამის სიას რომელიც უკვე მათ გააჩნიათ და აუგზავნებენ მათ როგორც მოგზაურობას ასევე ნებისმიერ სახის ინვესტიციას რაღაცა ფულად ტრანზაქციებს და ასე შემდეგ ძალიან მაინტერესებს ამ სიაზე რა წარმოდგენა აქვთ თავად ოცნების რიგებში დარწმუნებული ვარ ეხლა ის 1000 თუ 2000 ადამიანი ვინც პოტენციურად ამ სიაში შეიძლება იყოს ძალიანაც გამრთხალია ცდილობენ რომ თითქოს სანქციები არაფერს ნიშნავს ასე პოზიციონირებდნენ ძალიან მოკლედ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პროპაგანდისგან რა ელოდება ხვალ ადამიანს რომელიცგანაც მკაცრი კრიტიკა მიიღეს დღეს და მივიდა აქციაზე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ თუ რა რიტორიკა იქნება ხვალ გამოვა პაპუაშვილი გამოვა კობახიძე და ძალიან დაგმობენ მის სანქციებს ჩვენ ვიცით თუ რა სიტყვიერი თავდასხმა ჰქონდათ საგარეო საქმეთა მინისტრებს 2 წლის წინ რასაც ჩამოვიდნენ საქართველოში ასევე ესტუმენ მომიტინგეებს მივიდნენ როსტაველზე ფაქტობრივად იგივე სცენარი გამეორდება დიდი ალბათობით იქნება კატეგორიულად დაგმობილი და იქნება დიდი ვრცელი ტექსტი იქნება შედგენილი ალბათ ან კობახიძე გააჟღერებს ან პაპუაშვილი დაადანაშაულებენ მათ თითქოს და სახელმწიფო საქმეებში ჩარევაში და ასე შემდეგ ეს ჩვენ კარგად გვესმოდეს რომ არის ყველაფერი ფარსი და ტყუილი ადამიანები რომლებიც დღეს მიდიან რუსთაველზე რომლებიც ჩამოდიან საქართველოში რომლებიც ესე პირდაპირ ახსენებენ პოლიტიკურ პარტია ქართულ ოცნებას მათი გადაცდომების შესახებ და რომლებიც პირდაპირ ეუნებიან და დანაშაულის შესახებ რომლებიც პირდაპირ საუბრობენ ესენი არიან ქართული ხალხის მეგობრები უპირველეს ყოვლისა მათი განცხადებები ემსახურება ხოლმე იმას რომ ჩვენ ქვეყანას კონდეს გააზრებული რომ ეს ადამიანები მხარში უდგანან საქართველოს მოსახლეობას ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას ვიყოთ ახლოს ევროპასთან ვიყოთ ახლოს ევროკავშირთან ვიყოთ ახლოს ნატოსთან და ისინი არც ერთი წუთით არ ტოვებენ აი იმ ადამიანებს რომლებიც გარანახა რუსთაველზე რომლებიც იცავენ რეალურად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დიდი მადლობა დაველოდოთ ხვალ შალვა პაპუაშვილი ალბათ უფრო პოსტით წარდგება საზოგადოების წინაშე გიგი გიგიაძე ძალიან საინტერესო მიმოხილვით იყო ჩვენთან ერთად მადლობა მას